როგორ იცვლება უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გლობალური ბრენდების, მათ შორის Trump Towers ტიპის პროექტებს ეკონომიკაზე? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს კვირის მთავარ ეკონომიკურ თემაზე ვისაუბრებთ და გადაცემის სტუმარია პროფესორი გიორგი ცუცქირიძე. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს. თავდაპირველად დავიწყოთ, როგორია დღეს უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი ტენდენციები საქართველოში? გვაქვს ზრდა თუ პირიქით შენელება? ძალიან საინტერესო კითხვა დამისი, უბრალოდ Trump Towers შეიძლება მივაბათ ამ. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პროექტი, ესე ვთქვათ, არც დეველოპერული, არც შენობა არ არის. Trump Towers არის ბრენდი თავისებური, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და დატვირთვაც. ეხლა ხშირად არის ხოლმე მოსაზრება, რომ განსაზღვრავს თუ არა ამ ტიპის ინვესტიციების შემოცვლა ქვეყანაში თავად უძრავი ქონების ბაზრის არსებული მდგომარეობა. აი აქედან დავშევხედოთ. ანუ არის მზარდი, ზდადი, ანუ ინვესტორი როგორ უყურებს. სარერ ადგილზე Trump Towers არ შენდება პირდაპირ შეიძლება გითხრათ. რატომ? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რო გადავხედოთ ბოლო წლებში თუნდაც ბოლო პერიოდში, იგივე თბილისში, ბათუმში თუ რა ტიპის სასტუმროები შენდება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ ეკონომიკაც როგორ მისდევს თავად უძრავი ქონების ბაზარი. უფრო გასაგები რო იყოს. ანუ მზარდია ამას გულისხმობ. მზარდია, მაგ თვალსაზრისით რომ ძალიან არის გაზრდილი არა ჩვეულებრივი ნომრების რაოდენობა, არამედ ეგრეთ წოდებული ელიტური, რომელსაც პრემიუმ კლასის აპარტამენტებს ვეძახით. აი Trump Towers-ზე რო საუბარია, ეს ფაქტობრივად პრემიუმ კლასის აპარტამენტებს მოიცავს. ბიზნეს აპარტამენტები ქვია ამას. ანუ ქვეყანაში რომ იზრდება ეკონომიკა, ამ მზარდი ეკონომიკის ერთ-ერთი ინდიკატორი ესეც არის. ქვეყანაში რო არ იყოს მზარდი ეკონომიკა, რო არ იზრდებოდეს კონკრეტულად კომპანიების თუ ცალკეული პირების შემოსავლები, ბუნებრივია მოთხოვნა აი ამ ლუქსის და პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე ამხელა არ იქნება. ხა ლაპარაკი რომ ამას ხო უცხოელები იძენენ არ არის სერიოზული. ხო, აი ნახეთ სტატისტიკას რომ გადავხედე, საქართველოში უძრავ ქონება სამი ძირითადი ჯგუფი ყიდულობს: ადგილობრივი მოსახლეობა, უცხოელი მყიდველები და ინვესტორები. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება უცხოელების წილი. 20%-ია ეს საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით არის ეს მონაცემები. ეს რაზე მიანიშნებს? ორი მომენტია. ფეროცეთი თავიდან შევთანხმდით რომ აქ არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ საქართველოს მოქალაქეები, მისი შემძენები, ინვესტორები პირობითად დავარქვათ, არიან უცხოელები. უცხოელები ჯერ ერთი არ შემოდიან იმ ქვეყანაში, სადაც არ არის პერსპექტივა. აი მოდი ხა Trump Towers-ს მივაბავ ამას. ანუ ამ პროექტს რეალურად აქვს ორი დატვირთვა. ერთი არის წმინდა ეკონომიკური დატვირთვა, ანუ რა ფონზე ხდება ამ Trump Towers-ის შემოსვლა და მეორე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. აი როცა მე ვსაუბრობ ამ ტიპის პროექტზე, ხშირად არის ხოლმე ჩვენთან მსხვილი პროექტების მიმართება ცოტა ესე ვთქვათ არასწორი შეფასებები. მაგალითად ითვლება რომ მსხვილი პროექტები კარგია, ამიტომ რომ შემოვა დიდი ინვესტიცია, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. არის ესეთი შეხედულება. აბა როგორ არის? აი ზუსტად ამაშია საქმე, რომ ეს ფორმულა მუშაობს რაღაც დონეზე, აი განვითარებადი ეკონომიკის საწყის ფაზებში. დღეს Trump Towers-ის შემოსვლა უნდა განვიხილოთ როგორც უკვე დამდგარი ეკონომიკური შედეგი. ანუ Trump Towers-ის შემოდის ქვეყანაში, სადაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში და პირდაპირ თქვა იგივე სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშში, ზოგი მარტო ციფრებს უყურებს, არ არის მხოლოდ ციფრები, მყიდველობით უნარიანობის პარიტეტი როგორ არის ქვეყანაში გაზრდილი. დაახლოებით არის სამჯერ გაზრდილი. თავარი რა არის ინვესტორი? საქართველოს მოქალაქეების? საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება და ზოგად ეკონომიკასაც ეხება. არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსპექტივა როგორ არის. იგივე სავალუტო ფონდი ამბობს რომ თუ დღეს არის დაახლოებით $33,000 ერთულ მოსახლეზე შემოსავალი მყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით მშპ-თან კავშირში 2031 წელს ინვესტორი ხო გრძელვადიან გაცვლებს აკეთებს, უკვე გახდება $47,000 საცდება. ეს დაახლოებით რომ გითხრათ არის საშუალო ევროპული დონის მაჩვენებელი. ანუ რას ნიშნავს რომ უკვე ეკონომიკა არის იმ მაჩვენებელზე, რომელიც უახლოვდება საშუალო ევროპულ დონეს.
აი 10 წლის წინ თქვენ თუ გახსოვთ Trump Tower-ის პროექტზე რო დაიწყო ლაპარაკი. საქართველოს ეკონომიკა ზუსტად სამჯერ ნაკლები იყო. იგივე მხედველობითი რომის პარტიის, იგივე შემოსავლების მიხედვით, იგივე თითოეული მოქალაქის, იგივე კომპანიების. მე რო ვთქვი რომ Trump Tower-ი არ არის ჩვეულებრივი ნომრები მეთქი. ის არის ბიზნეს კლასის აპარტამენტი. მრავალფუნქციური საცხოვრებელი ოფისი, სასტუმრო, რიტეილი, ასე არის ყოველ შემთხვევაში. სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ნაწილი ის არის, მაგრამ მე პრინციპი მიყავს. ანუ ფაქტიურად თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ Trump Tower-ის პროექტი უნდა განვიხილოთ არა როგორც მსხვილი პროექტი, მსხვილი ინვესტიცია, რომელიც პირდაპირ ახდენს ზეგავლენს ეკონომიკურ ზრდაზე, არა. არამედ რომელიც არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. აი, შედარებისთვის ვთქვი. წლების წინ, როცა საქართველოში დაიწყო სხვადასხვა მილსადენების პროექტი, აი შევარდნაძის როცა დაიწყო თუ გახსოვთ თქვენ. აი, მაშინ უკვე აი ეს პროექტები იყო როგორც ენერგეტიკული პროექტები გულისხმობ, ისინი იყვნენ ლოკომოტივი ეკონომიკური სტიმულირების, ეკონომიკური ზრდის. ანუ პირდაპირ იყო ამ ინვესტიციებზე გრძელვადიან ინვესტიციებს ეკონომიკური კონტრიბუცია. დღეს ახლა უკვე შედეგის გაგრძელება, უკვე დამდგარი შედეგის, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ იმოქმედებს პოზიტიურად ეს ინვესტიცია. რა თქმა უნდა, დასაქმებაზეც იმოქმედებს პოზიტიურად და იგივე უძრავ ქონებასთან ეგრეთ წოდებული მყვება დარგებში. რა არის ეს დარგები? ეს არის ცემენტი, მოგეხსენებათ, ეს არის ბეტონი, ეს არის არმატურა, მილიონი სხვა რაღაცა. და აქ ერთი საინტერესო დეტალია, როგორ არჩევს პარტნიორებს? ეს ხო თავად არ აშენებს ამას, ეს არის ბრენდი, რომელიც შემოდის ქვეყანაში და პარტნიორები ირჩევს ადგილობრივი ბაზრიდან. ანუ რა კრიტერიუმებია, რამდენიმე კომპანია დასახელდა, რომელიც პარტნიორობას გაუწევს და აშენებს Trump Towers? აი, როგორ ხდება ეს შერჩევა? აი, როგორ ხდება და აი თქვენ რო იყო Trump Tower-ის ადგილი, ნებისმიერი მათგანი. როცა აი ამ დონ ეს ხო ბრენდია. ანუ ეს არის პრესტიჟი. ბუნებრივი ამათ შეულებრივი ესე ვთქვათ, დაქირავებული კომპანია ვერ აშენებს. მას უნდა ქონდეს დიდი გამოცდილება ამ ტიპის სასტუმროების და აპარტამენტების მშენებლობის. ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც შეიძლება უფრო მაღალი კვალიფიციური მუშახელი შეთაშურის. ამიტაც არის საინტერესო. ანუ ჩვეულებრივად თუ მაგალითად პირობითად ვთქვათ, პარალელურად ჩვენდება კარგი სასტუმრო, თუნდაც 3 ან 5 ვარსკვლავიანი ამ ტიპის ბრენდებს ჭირდებათ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ Trump Tower-ის ჯგუფი, ბიზნეს ჯგუფი ვთქვათ, ყველა კომპანიას კი არ დაიქირავებს, ან ჩვეულებრივ კომპანიას დაიქირავებს იმ დონის კომპანიებს, რომელსაც აქვს პრესტიჟის გამოცდილებაც აი ამ ტიპის მშენებლობის და როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ყოფილა ასეთი კომპანიები, იმიტომ რომ ორ ქართულ კომპანიასთან აქვს პარტნიორობა გამოცხადებული. ისე სხვათა შორის თქვენ თუ ნახავთ ბოლო წლებში როგორ არის, იგივე ბათუმი, თბილისი, ძირითადად სადაც არის ამ ტიპის მშენებლობები, უკვე არის ძალიან ბევრი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, 10 წლის წინ საერთოდ. ეს რას ნიშნავს, რომ ამ ტიპის, ეგრეთ ვთქვათ, შუამავალი კომპანიები დავერქვათ, თუ მართველი ჯგუფები საქართველოში წარჩება. ეს არ არის მხოლოდ თურქეთიდან მოწვეული ან სხვა ქვეყნებიდან მოწვეული ჯგუფები. ამიტომ აქ მე ვერ ხედავ რაიმე დიდ პრობლემას, რომ თქვა საქართველოში არ არის და მაინც გარედან და მოიწვევთ. არაერთი დაგებობა ახლა ვინცაც უწევს მაგალითად იგივე ბათუმში ფინანსიური ხო დასაწყობლებთან მივლინებით, ეს ხო თვალსად ჩინოა ეს პროგრესი. ამიტომ რაღაცა რო ვითარ, იმიტომ თქვი რომ ეს ის კი არ არის რაღაცა მომავლის მაჩვენებელი, ეს არის უკვე დამდგარი ეკონომიკური შედეგის შეფასება. აი ჩვენ რო ამბობთ რომ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გადადის განვითარებადი ბაზიდან, ანუ ფაზიდან, უკაცრავად, გადადის უკვე განვითარებული ეკონომიკის დონეზე, და გულისხმობს საშუალებულ მაჩვენებელს არ გულისხმობს ცალკეულ ქვეყნებს. ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი ინდიკატორიც არის ამ. ანუ განვითარებული ქვეყნის სტატუსი შეიძლება მალე მოქცენ ასე წყალებში. ვერანაირ ევროკავშირში ვერ შეხვალ თუ რაღაც დონე არ გექნება. აი როცა ლაპარაკია 2030-31 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მე რატო ვითხარით 2031 წელს რამდენი იქნება მწყიდულობით ნარიანობის პარიტეტი. დაახლოებით იქნება საბერძნეთშია. დღეს. აქედან გამომდინარე ვამბობ რომ ეს პროგრესი შეიძლება თითოეულ ადამიანს სურვილი აქვს რომ მიჯიბეზე მის ესე ვთქვათ ყოველდღიურობაზე აისახოს, მაგრამ ეს პარამეტრები არის უტყუარი, რომელსაც არ ჭირდება რაღაცა დამატებითი არგუმენტაცია. არგუმენტია უკვე.
შემდგარი ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა დადასტურებული ფაქტია, ყველა შეფასებით, სხვათა შორის არა მარტო სტატით. ჩვენ ვახსენეთ იგივე სოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის თუ სხვა წამყვანი ევროკომისიის შეფასებით კომპანიების მიერ, რომ საქართველოს აქ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი, სადაც მარტო ბოლოს 3-4 წლის მანძილზე ჩვენი ნომინალური პროდუქტი საშუალოდ 10%-ით არის გაზრდილი, იზრდება. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთზე მაღალი, სხვათა შორის და ინდოეთზე, რომლებიც ითვლებიან მოგეხსენებათ სტრაფი გზით ეკონომიკებად. ხო, მაგრამ რამდენად ინკლუზიურია ეს ეკონომიკურის და მუდმივი კითხვა არის ეს? ჩვენ რა უნდა გქონდეს სურვილი. ახლა რაც თქვენ მეუბნები და ხშირად არის ეს კითხვა. ამას ინკლუზიური ქვია. ნუ თითოეულ ჩვენთანგანზეც აისახოს. ხო, ნელ-ნელა გადავა ეს ამაზე. ხო, რამდენად, იმიტომ ანუ ის რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, კარგია, მაგრამ ჯერ არ არის იმ დონეზე. რაც უნდა იყოს და ჩვენ ნახავთ მომავალში, რომ ეს ინკლუზიურობა უფრო აისახება. ინკლუზიურობა ქვია, მაგაც როცა ჩვენი ჩართულობა ეკონომიკაში იქნება უფრო ფართო და ბუნებრივია შემოსავლები ჩვენი იქნება უფრო გაზრდილი. ისევ Trump Towers თუ დაუბრუნდებით, რამდენად რა გავლენა შეიძლება ქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებს, ზოგადად ბაზრის სტრუქტურაზე ამაზე ვისაუბრეთ, მე მაინტერესებს აი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. რატო გეკითხებით, იცი, როდესაც ეს პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, ითქვა, რომ ეს არის გარკვეულწილად Eagle Hills-ის გაგრძელება, ის რომ შემოვიდა საქართველოში დაინტერესდა, ამან გარკვეული ბიძგი მისცა ამ პროექტის დაწყებას. ამანაც და ბოლო წლების სტატისტიკამაც რაც მეკითხარით. ინვესტორი ჰაერზე ხარ ჩამოდის. ის აგზავნის თავის კვლევარ ჯგუფებს. ხო, ექსპერტებს აგზავნის, რომ ნახონ რა ხდება იმ ქვეყნის ბაზარში. არა მხოლოდ ციფრები, ვთქვათ, სტატისტიკა რაც აქვეყნებს, არამედ ადგილზე ნახულობენ. რა ტიპის მშენებლობებია ბათუმში, თბილისში, იგივე რა პროექტები არის დაწყებული. ამას ყველაფერს უყურებს. იგივე იგ-თან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა მშენებლობა და რამდენად ვიცი გაყიდულია უკვე ნახევარზე მეტი ბინები, როგორც თქვა ეს. როგორ? ანუ არ დაწყებულა მართალია პროცესი სრულად, მაგრამ უკვე გაიყიდა სახლები. ხო, აი დავიწყოთ ამით. მოთხოვნა ხო არის. ნებისმიერი მსხვილი პროექტის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის მოთხოვნა როგორია. მე რო გამოვაცხადო ახლა რაღაცა პროექტი. თუ არავინ არ შემოვიდა ამ პროექტში ინვესტორად, რას ნიშნავს, თუ არ არის მოთხოვნა? ყველა პროექტზე ხო არ არის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს, იმიტომ თქვი. იმიტომ რომ იქაც ზუსტად ლაპარაკია მაღალი კლასის აპარტამენტებზე. ის არ არის ჩვეულებრივი რაღაც. ეს არის მაღალი კლასის ბიზნეს აპარტამენტები ქვია. რომ გადავიყვანოთ ეს. და კომერციული. ანუ ეს შეიძლება ითქვას, რომ როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადგილობრივი ბიზნესი ქართული რო გაზრდილია და განვითარებულია, ეს ხო ფაქტია. აბა ამ ხელა შემოსავლები და მოგება საიდან არის? რომ ვიძახითო დასაქმება იზრდება კერძო სექტორში, საიდან იზრდება? იზრდება რომ კერძო კომპანიები იზრდებიან. აქედან უნდა შევხედოთ. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები სურვილია უფრო მაღლა იზრდებოდეს. კი პატრონო, ესეც არის თემა. დაცურვილია რომ მაღალი იყოს და მაგრამ მე გეუბნები ტენდენცია როგორია. იგივე საშუალო ხელფასი 10 წლის წინ იგივე იყო. იგივე ხო არის, არა გაზრდილია სერიოზულად. ამიტომ ამ კუთხით უნდა ინვესტორი ესე უყურებს, ინვესტორი არ უყურებს გასაგები რომ გახდეს მხოლოდ დღევანდელი დღით. ის უყურებს ეს ფული რო დღეს ჩავდო მომავალში. ამ ფულს უკუგება ექნება თუ არ ექნება. დღევანდელი დღით არ უყურებს არა. უყურებს გრძელვადიან. ნებისმიერი ეს პროექტი არის გრძელვადიანი ინვესტიცია. მინიმუმ 10 წლიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ. ხო, გრძელვადიანი ინვესტიცია ამას ნიშნავს. მაგრამ თავარი რაც არის, პოლიტიკური ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას შეიძლება მოკლედ ითქვათ. რატომ ამბობ პოლიტიკურ ფაქტორს? ეგეთი ინვესტიციები რო შედის ბრენდირებული დავარქვათ. მარტო ეკონომიკურ ფაქტორს არ უყურებს. იქ უყურებენ პოლიტიკურ ფაქტორსაც. ეხლა ეს არის მნიშვნელოვანი რატომ რომ ბოლო წლებში, ბოლო 2-3 წელი თქვათ უკრაინის ომის შემდგომ პერიოდი უფრო მოგეხსენებათ როგორ არის დაძაბული ურთიერთობა ბრიუსელთან, მაგალითად მე გულისხმობ ევროსტრუქტურებთან. დღესაც ხო? დღესაც ბრიუსელი თulis რომ საქართველოს აქ უკუსვლა დემოკრატიაში. ხო, და კურსი შეიცვალა მკვეთრად დღევანდელი განცხადებაც. წინა ადმინისტრაციის პირობებში მე გულისხმობ ბაიდენის ადმინისტრაციას ასევე იყო დაძაბული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს Trump Tower-ი საერთაშორისო ბრენდია, მაგრამ მაინც ამერიკული ბრენდია. ყველაფერს თავი დავანებოთ. ამიტომ ესეც მიუთითებს იმას, რომ როცა შემოდის ამ ტიპის ინვესტიცია, მათ შორის ამერიკული, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის როლი არის გაზრდილი.
ანუ პოლიტიკური სიტუაციის ვითარება შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური პერსპექტივა ეს ნიშნავს, რომ უკვე უფრო მეტი პერსპექტივა არის, რომ ჩვენ მომავალში დავალაგოთ ეს ურთიერთობა, უკეთესი ურთიერთობა გქონდეს იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იგივე ევროკავშირთან სხვათა შორის. თქვენ არ იფიქროთ, რომ ევროკავშირი მუდმივად ამ პოზიციაზე იქნება. იგივე უნგრეთის მაგალითი მაჩვენა. მიესალმენ პეტერ მადიარის მოსვლას ორი ხელით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პეტერ მადიარი არ არის ესეთი კერკეტი კაკალი. ფაქტობრივად იგივე გზა გააგრძელა, რაც ორბანმა. ყველა იმ, ეგრეთ ვთქვათ, ლიბერალურ მოთხოვნაზე ეს კანონმდებლობას ეხება თუ გაკვეულ მიმართულებებს, რომელიც ორბანი ბლოკავდა, ყველა მიმართულებას იცავს. ევროკავშირი ფაქტობრივად უარი უთხრა. ანუ ევროკავშირის ბჭყალებში კაცი არ აღმოჩნდა? ევროკავშირისთვის მარტივად გასაჭრელი კარტი არ აღმოჩნდება, ამის თქმა მინდა. ისინი კი ფიქრობდნენ, რომ მაგათთვის რა მომენტი, ფსიქოლოგიური მომენტი იყო. ორბანი მაგათთვის იყო ბუა. ოღონდ ორბანი წასულიყო და ფიქრობდა მინს უნდა მოსულიყო. მაგრამ რეალურად პეტერ მადიარის განცხადებები, აი რაც მან მოიგო არჩევნები, ერთ-ერთი იმეორებს ორბანის განცხადებებს, ზოგადი განსხვავებით. უფრო პროდუქტიულად ვაჭრობს კაი გაგებით, იგივე ევროკავშირთან, ხომ მოხსნა 90 მილიარდ დახმარებაზე, ბეტო. რის სანაცვლოდ? მაგრამ რა მოითხოვა? მოითხოვა პირველ რიგში უნგრული თანხები რო არის გაყინული ევროკავშირში დახმარების, იმათი განთავისუფლება. საკმაოდ დიდი თანხებია სხვათა შორის, იმის გამო რომ უნგრეთს ბოლო 5 წელი სერიოზული სანქციები ჰქონდა ევროკავშირის მხრიდან, რაზე? იმ კანონმდებლობაზე დაახლოებით როგორც ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ანალოგიური კანონმდებლობა აქვს მიღებული, ამის გამო ჯარიმები იყო დაწესებული და ფაქტიურად გაგვითა. ანუ თქვენ უახლოეს მომავალში ელოდებით, რომ ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება? თუნდაც იმ ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე იგივე ავიღოთ შავი ზღვის კაბელი, სადაც ევროკავშირმა მწვანე შუქი აუღო. ძალიან კაი კითხვა შემომიბრუნეთ, გეთანხმებით. რა მიიღო ევროკავშირმა, რადაც უნდა გააკეთა? რომ ეს არის ომხრივი ინტერესის პროექტი. ომხრივი ინტერესი რას ნიშნავს? რომ საქართველოს ვერ გადადგა გეოგრაფიულად ამ ტერიტორიიდან. ანუ შუა დერეფნის ფუნქცია რო გაზრდილია, ეს არის ამის დადასტურება. ეხლა შენ გაბუტული ხარ აქაურ ხელისუფლებაზე და ყველა გადაწყვეტილებას თვლი რომ დემოკრატიის უკუსვლა, ეს არ იმუშავებს ერთ დღესაც. იგივე ევროკავშირში ის ეგრეთ ვთქვათ, მართველი ელიტა, ვინც დღეს არის, ისინიც ხო იცვლებიან. ერთი წლის მერე ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. ნუ ახალი ხალხი მოვა ამის თქმა მინდა. ამიტომ ეს ხისტი დამოკიდებულება საქართველოსთან, რაც დღემდე არის, რომითომ არ ვიმჩნევთ, რომ საქართველოს აქ არის, შეგი ლაპარაკი აზერბაიჯანის სასომხეთზე რეგიონზე და საქართველოს თომ არ არსებობს. ეს ხო? ხო, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გარდა რომ შეხედო, ხო, გასაგებია, მაგრამ თუდად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე თავისთავად. ესეთი დამოკიდებულება. ხო, მაშინ მეკითხით უფრო კაი პერსპექტივას. უნგრეთში ხომ მოვიდა მადიარი. პირობითად თქვათ, ეს არ არის პროგრესული ლიბერალი. ანუ ევროკავშირში დღეს მოქმედებს პირობითად პროგრესული ლიბერალიზმის დოქტრინა. აი მართველი ელიტა ამას აქცევს ყურადღებას, ან კანონმდებლობა მაგალითად. იგივე ლგბტ თემთან დაკავშირებული მომენტები. ახლა ბულგარეთში რა მოხდა? ბულგარეთშიც მოვიდა ზუსტად ცენტრისტული მიმართულების ლიდერი, რამდენი არ იფიქროთ თქვენ რომ ლიბერალია. ისიც კონსერვატორია. აი ეს ტენდენცია სახეზია უკვე. ევროკავშირმა ხო ვერაფერი ვერ გააკეთა. ვერც ბულგარეთში გააკეთა ვერაფერი და ვერც უნგრეთში. ფაქტიურად იქ ვერ მოიყვანა პირობითად ლიბერალები, ღია ლიბერალი არ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ითქვას, რომ გარეჩარევების ეპოქა დასრულდება? ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არის ტენდენცია, რომელიც გუშინდელთან შედარებით, რომელიც შესუსტებულია. შესუსტებულია ეს ლიბერალური ზეწოლა. კარგით, ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას, უძრავი ქონების ბაზარს. აღნიშნეთ, რომ სამი ტიპის მყიდველები დავასახლეთ, მათ შორის უცხოელები და შეიძლება ასე დავსვათ კითხვა, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს, ფასებს გარედან განსაზღვრავს, გარედან არის განსაზღვრული? მოდი ესე თქვა. რა იმიტომ რომ საკმაოდ მაღალია უძრავ ქონებაზე ფასი საქართველოში. გარედან რო განსაზღვრავდეს, მხოლოდ გარედან რო განსაზღვრავდეს. გარეთა მოთხოვნას გულისხმობ, რა თქმა უნდა. მიწოდების სტიმულირება ხდება მოთხოვნით, თუ მოთხოვნა არ არის, მიწოდებაც არ არის. ეს აისახებოდა პროცენტებში. აი მაგალითად, ყოველ ბოლო 100 აპარტამენტზე მოვიდოდა 80% უცხოელი. და ფაქტურად არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ
ყველა ქვეყანაში, ყველა ბაზრის მოთხოვნა ჯერ შიდა ბაზარი განსაზღვრავს. შიდა მოთხოვნა განსაზღვრავს. ანუ ფასებსაც შესაბამისად შიდა მოქმედებს, კი, ნაწილობრივ ზემოქმედებს. კარგი და თქვენი მაინც რო შევაჯამოთ გარკვეულწილად, აი თბილისი და ბათუმი ახსენეთ, ხო, უფრო მოთხოვნადი პრემიუმ კლასის ბინებზე არის თბილისსა და ბათუმში. აი რომელი უფრო პერსპექტიულია თქვენი აზრით, თბილისი თუ ბათუმი? იცით რა არის? მეგაპოლისებია რა თბილისი და ბათუმი. ეხლა მაგალითად ჩვენ თუ შევხედავთ ამ პერსპექტივას, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ სხვა მიმართულებებს. ხვალ, რატომ? აი საინვესტიციო აქტივობის კუთხით გეკითხებით. ნებისმიერი მეგაპოლისი თუნდა თბილისი და ბათუმი აქ თავის საინვესტიციო ციკლი. რაღაც მომენტში რომ გადაივსება ეს მოთხოვნა, ის გადავაქვევით გვერდზე, მაგალითად წავა ქუთაისისკენ. წარმოუდგენელი ეს არ მოგწონს, იმიტომ რომ თუ ადგილი აღარ ეკრება ასაჩვენებელი. გასაგებია, მაგრამ ქუთაისში იქნება მოთხოვნა? იცით რა არის? მეგაპოლისი ქმნის მოთხოვნას პერიფერიებს, რომ ვიცოდეთ ეკონომიკაში. თუ მეგაპოლისი ვითარდება, პერიფერიაც ვითარდება. არ იფიქრეთ რომ პერიფერია არ ვითარდება. პირიქით, პიტაპირზე გავლენასაკ. და კიდევ აი ისევ ტრამპ თაუერს თუ დაუბრუნდებით, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს გარკვეულწილად სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ სხვა დიდი ბრენდებით შემოვიდნენ საქართველოში. პირდაპირი სიგნალია უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ნებისმიერი ინვესტორი უყურებს სხვა შედის თუ არა, ანუ სხვა როგორ აფასებს ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივას. თუ ხედავენ რომ ესეთი ბრენდი როგორც ტრამპ ტაუერია, პირობითად პროექტი ამ პერსპექტივას აფასებს პოზიტიურად, მარტო ეს ერთი პროექტი არა. იგივე თქო რომ თქვი შავი ზღვის ფერზე გამავალი კაბელი საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. თვითონ შუა დერეფნის პერსპექტივა, აი ამ ჰორმუზის სრუტის კონფლიქტის ფონზეც გამოჩნდა, ხო? საქართველოს ფუნქცია არის გაზრდილი. ინვესტორი რას უყურებს? შედის პერსპექტიულ ბაზარზე თუ არ შედის? რახან ინვესტორი უყურებს რომ სხვილი ინვესტორი სხვა შედის, ესე იგი ისიც ფიქრობს რომ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა. იმის მიუხედავად რომ საკმაოდ რთულ რეგიონში ვართ, იმიტომ რომ აი ირანი არც ისე შორს არის ჩვენგან. მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ხშირად არის ხოლმე ეს თემა, რომ ზუსტად ეგეთი რეგიონალური კონფლიქტები ხანდახან თანკეული ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს პოზიტიურიც კი. ან მშვიდობის ჰაბია ამ შემთხვევაში სტაბილიზაცია გაქვს. აბა შეხედეთ, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოჩნდა. ამერიკული ინვესტიცია ტრამპ ტაუერი. რა არის ბოლო ანგარიში? რომ რეგიონში ყველაზე სტაბილური ძელვადიანი არის საქართველო. ტრამპ ტაუერის შემოსulis ერთ-ერთი ესეთ გადაწყვეტილების ფაქტორი ესეც არის. აბა ბოზდებს უკაცრავად სახელმწიფო დეპარტამენტს რომ პირიქით მიეღო საქართველოს მაღალი რისკების ზონა და სტაბილიზაციის. ან შემოუნდა ან არა კიდე. ანუ ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზეზი შეიძლება გახდეს, როდესაც ასეთი მასშტაბური ამერიკული ინვესტიცია შემოვა და აქვე მინდა კითხოთ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, სუსტად ამერიკულ კონტექსტში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ახლა ჩინეთში იმყოფება დღეს პრემიერმა თქვა, რომ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს ველოდებით. როგორ ფიქრობთ, ისევ ჩინელებზე გაკეთდება დაუშვათ ჩინურ კომპანიი კონსორციუმზე გაკეთდება აქცენტი თუ შეიძლება რომ ანაკლიის სპორტში ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ. არაფერი არ არის გამორიცხული ამის. თავიდან მოთხოვნა ყოველ შემთხვევაში არ მიიღეს მონაწილეობა. ეს რამე დააკვირდით თქვენ. სახელმწიფო მრავალდებულებების აიღო, იგივე ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, გზები არის ძირითადად მისაყვანელი, ეს პროექტი ხორციელდება. ანუ არ შეჩერებულია ეშენება. რო არ თქვენ აფელა როგორ აკეთება არაფერი. ბევრი ამეკეთება იმ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ თავის აიღო. აქ არის პორტთან მისაცვლელი გზები, ინფრასტრუქტურა პირველ რიგში. ამიტომ ეხლა ამერიკული ინვესტიცია შემოვა თუ არა, თქვენ თუ გახსოვთ საქართველოს მთავრობა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი როგორც გადაწყვეტის პოლიტიკის ნაწილში პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოს მზად არის ამ შემხედრი ინიციატივებისთვის, მათ შორის სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციების ჩასატარებლად, ამერიკული ინვესტიციებზეც საუბარი. მე არ გამოვიცხენ. რომ ეს იყოს გარკვეულწილად საკმაოდ რეალურია მე რომ გითხოთ. აი ერთობლივად შესაძლებელია რომ მოხდეს და უშუალოდ როგორ არის? ერთობლივად რო არაფერი შესაძლებელი არ იყოს, რო იყოს ღია ესე ვთქვათ დაპირისპირება ამ რეგიონში იგივე ჩინურ და ამერიკულ ინტერესებს შორის არაფერი არ იქნება. ანუ ყველგან როცა არის ხოლმე ესეთი ყოველთავი რეგიონია ხო საქართველოს. საქართველოში ხო არ არის ერთი ქვეყნის ინტერესი. საქართველოში იკვეთება ბევრი ქვეყნის ინტერესი. თუ შენ აწარმოებ დაბალანსებულ და პირდაპირ თქვათ სწორ პოლიტიკას,
ეს კონფლიქტი არ ხდება არასდროს. პირიქით, ეს არის ინვესტიციების თავსებადობა ქვია. ანუ ინტერესების თავსებადობა. რატო მოსალოდნელი რატო არ არის? თავარი ფაქტორი ევროკავშირს აინტერესებს შუადერეფანი, როგორც უმოკლესი გზა აზიაში, ხო სწორია? დიახ. კაბელი აინტერესებს როგორც ენერგეტიკული ხაზი. სერიოზული პრობლემები ევროკავშირში, ხო ენერგეტიკაში. ხო აჩვენა სპარსეთის წყურის კრიზისმა და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რა მოხდა ევროპულ ბაზარში ენერგეტიკაში ფასები ორჯერ და სამჯერ იყო გაზრდილი. ამიტომ ეს არის როგორც მათთვის ალტერნატიული და უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობის გზა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები შუადერეფნის ალტერნატივა ზანგეზურის მარშრუტს განიხილავენ და რეალურია ეს? იცით რა არის, ესეც არის ცოტა უტრირებული პირდაპირ გეტყვით რა. ზანგეზური დერეფანი, ვისაც გეოგრაფია ესმის და შეუძლია დახედოს, ჯერჯერობით ძალიან ვიწროა. მეორე ჩვენ არა ვართ მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი, ამის თქმა მინდა. ჩვენ ვართ ენერგეტიკული დერეფანიც. ჩვენ ფინანსური ჰაბით შეიძლება გავხდეთ. ეს სასტუმროები რო შენდება ეს მაღალი კლასის. ეს ტურისტული ჰაბია. ზანგეზურის დერეფანი არ არის ჰაბი, ის არის ერთ-ერთი ტრასა. ანტონ, შუა დერეფანი მარტო ტრასა არ არის, ამის თქმა მინდა. აქედან გამომდინარე ზანგეზურის დერეფანი ვერასდროს ვერ გახდება ალტერნატივა შუა დერეფანი. რაღაც ნაწილი გადავაჭირდებისკენ. და რო შევაფასო ჩვენი გადაცემა, მაინც მოკლედ მოლოდინებზე და რისკებზე რო ვისაუბროთ, მას შემდეგ რაც დაიწყება, ბევრი დეტალი ცნობილი არ არის ამ ტრამპ თაუერთან დაკავშირებით, ვიცით რომ მხოლოდ 70 სართულიანი შენობა იქნება და თბილისის ცენტრში აშენდება. მაინც გარკვეულად რა მოლოდინები გაქვთ და რა რისკები შეიძლება დაინახოს ინვესტორმა? ეხლა ერთადერთი რისკი, როცა ინვესტიცია, ამხელა ინვესტიცია და ბრენდული შემოდის, ინვესტორი ამ რისკებს ითვალისწინებს თავიდანვე, ანუ შემოსვლამდე. სამ გამოაცხადებს უკვე გათვლილი აქვს. რისკი ყოველთვის არის ხოლმე გეოპოლიტიკური რისკები. მაგრამ რახან ინვესტორმა ჩათვალა შემოსვლა, ეს უკვე ნიშნავს იმას იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება საქართველოზე, რატო არის მნიშვნელოვანი? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან კი არის გეოპოლიტიკური რისკები, როგორ არ არის, აბა შევხედოთ რეგიონს და სადავართ. მაგრამ რახან საქართველოს მესწლები შეძლო სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, ხო დიდი შანსი იყო არ ყოფილიყო სტაბილიზარეულობა ყოფილიყო. ხო დიდი შანსი იყო, თქვათ, ჩვენი ქვეყნის შეფასება უფრო სხვა ყოფილიყო, უფრო ნეგატივში. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას უკვე აქვს ის ფუნქცია, რომლითაც მას შეუძლია მდგრადის და უზრუნველყოფს ეკონომიკის და მდგრადის და მხოლოდ მაღალის და არ არის ციკლში. მდგრადის და არის განკვეულ პერიოდში მინიმუმ 10 წელი, მაინც ქვეყანაც უნდა შეეძლოს აღმავალი ტრენდის შენარჩუნება. ეს არის თავი და ხო შეინარჩუნა ფაქტია. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. გიორგი ცხვიცქირიძე პროფესორი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.